Auf dem Tanzboden bei der Wirtin zum Stern sind die Burschen jeden Samstag so gern. Weißt du, so fesche Sau wie Reschi blonde Madeln gibt. Drum ist in der ganzen Gegend doch das Tanzen so beliebt. დიდი მადლობა. წარმოიდგინეთ, რომ არც კარტოფილი და არც ლუდი მე-19 საუკუნემდე ქართველებს გასინჯული არ ქონდა. ერთიც და მეორეც დავაგემოვნეთ და შევიყვარეთ, ხოლო მას შემდეგ რაც 1820-იან წლებში გერმანელები ბადენ-ვიურტემბერგის მხარიდან თბილისის მახლობლად ჩამოსახლდნენ და ერთის მხრივ დაიწყეს თბილისში ლუდის ხარშვა და მეორეს მხრივ თბილისის გარშემო სოფლებში დაიწყეს კარტოფილის კულტურის მოყვანა. ერთადერთი მთის ლუდი, რომელიც საქართველოს დიანეთში იხარშებოდა, ტრანსპორტირებას ვერ უძლებდა, ამდენად ბარში ის გასინჯული არავის არ ჰქონდა. ამდენად დიდი მადლობა გერმანელ კოლონისტებს, რომლებმაც ლუდი და კარტოფილი გაგვასინჯეს და შეგვაყვარეს. როგორ აღმოჩნდნენ გერმანელი კოლონისტები საქართველოში? ყველაფერი იმით დაიწყო, რომ გერმანელები გამოეხმაურდნენ რუსეთის იმპერატრიცას ეკატერინე მეორის მოწოდებას და რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის კავკასიაში ჩამოსახლება მე-19 საუკუნის პირველ წლებში დაიწყეს. წარმოშობით გერმანელ ეკატერინე მეორის არ მოსწონდა რუსეთის მოსახლეობის ყოფითი კულტურა და ამ კულტურის გაკეთილშობილების მიზნით რუსეთში ყველა ევროპელ ერს ეპატიჟებოდა. ეკატერინეც და მისი მომდევნო რუსი იმპერატორებიც ჩამოსულ ევროპელებს უამრავ შეღავას პირდებოდნენ. გზავრობის ხარჯების ანაზღაურებას, უფასო მიწას, სამშენებლო და სამეურნეო იარაღებს და გადასახადებისგან გათავისუფლებას. ყველაზე მასობრივად ამ მოწოდებას გერმანიის ერთ-ერთი რეგიონის, ვიურტემბერგის მოსახლეობა გამოეხმაურა და მათ 1817 წლიდან უამრავი დასახლება, ანუ კოლონია შექმნეს სამხრეთ რუსეთში, აზერბაიჯანსა და აღმოსავლეთ საქართველოში. საქართველოს ტერიტორიაზე 20-მდე გერმანული დასახლება გაჩნდა. მათგან 2 სოფელი გაშენდა დღევანდელი თბილისის ტერიტორიაზე. გერმანელების ერთი დასახლება გაჩნდა ლეკების თავდასხმებისგან აოხრებული სოფლების, კუკიისა და ჩუღურეთის ტერიტორიაზე. ამ გერმანულ სოფელს ნოიე ტიფლისი, ანუ ახალი თბილისი ეწოდებოდა. 1851 წელს რუსეთის არმიის ოფიცერმა ლევ ტოლსტოიმ დეიდამის წერილი მისწერა და სხვა ამბებთან ერთად ისიც მოუთხრა, რომ მან თბილისის ხმაურიან ქუჩებში ცხოვრება და ბინის დაქირავება არ ისურვა და ამიტომ შეარჩია თბილისის მახლობლად მდებარე ბაღებსა და ვენახებში ჩაფლული გერმანული სოფელი. ლევ ტოლსტოი ცხოვრობდა ამ სახლში. დღეს აქ დავით აღმაშენებლის 54 ნომერია და როგორც ხედავთ, აქ არც ბაღებია, აღარც ვენახები და აღარც გერმანული სოფელი ნოიე ტიფლისი. ეს მთელი სივრცე თბილისის ინტენსიურმა ურბანულმა განაშენიანებამ შთანთქა. დღევანდელი აღმაშენებლის გამზირზე გამქრალი გერმანული სოფლის ნოიე ტიფლისის ყველაზე მკაფიო ნაშთებს შიდა კვარტლური ბაღები წარმოადგენენ. გორკის, არტოსა და გოფილექტის ბაღებში ერთდროს სწორედ გერმანელი კოლონისტების ვენახები და ბოსტნები იყო გაშენებული. ეს ბაღები კი მეტნაკლების სახით შემორჩნენ, მაგრამ არ შემორჩა თავად გერმანული მოსახლეობა. ფაშისტური გერმანიის საბჭოთა კავშირზე თავდასხმისთანავე სტალინის განკარგულებით 1941 წელს საქართველოში და მათ შორის თბილისის სოფლებში მაცხოვრებელი ყველა გერმანელი კოლონისტი 24 საათის განმავლობაში ყაზახეთში გაასახლეს. უკან დაბრუნება მრავალწლიანი გადასახლების შემდეგ მხოლოდ ერთეულებმა მოახერხეს. ასევე დაუნდობლად მოექცა საქართველოს საბჭოთა ხელისუფლება თბილისში გერმანულ არქიტექტურულ მემკვიდრეობასაც. 1947 წელს დაანგრიეს ძველ გოთურ სტილში აგებული შესანიშნავი არქიტექტურული ძეგლი ნოიე ტიფლისის ლუთერანული ეკლესია კირჰე, რომელიც დღევანდელი მარჯანიშვილის მოედანზე იდგა და რომლის გამოც მარჯანიშვილის ქუჩას კირჰეს ქუჩა, ანუ კიროჩნი ეწოდებოდა. კომუნისტებს შეეწირა ასევე გერმანული სასაფლაოც. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ყოფილი საბჭოს მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე. ერთდროს აქ თბილისში მცხოვრები გერმანელი კოლონისტების დიდი სასაფლაო იყო და გერმანელების გასახლების შემდეგ 40-იან წლებში ეს სასაფლაო გაანადგურეს, საფლავის ქვები აიღეს და სამშენებლო მასალად გამოიყენეს. უფრო გვიან კი 90-იან წლებში შევარდნაძის მმართველობის დროს სასწაულებრივად გადარჩენილი რამდენიმე საფლავის ქვა შეაგროვეს და აქ მემორიალური სასაფლაო მოაწყვეს.
90-იან წლებშივე, უფრო ზუსტად კი 1997 წელს ყოფილი სასაფლაოს ტერიტორიაზე ევანგელისტურ ლუთერანული ახალი კირხე აშენდა. ეს ამ გარემოს ახალი ნაგებობა კი ესება და შეეფერება, მაგრამ ახლოსაც ვერ მივა მხატვრული და არქიტექტურული ღირებულებებით იმ კირხესთან, რომელიც მარჯანიშვილის მოედანზე იდგა. ეკლესია იყო აშენებული ძველ გოტიკურ სტილში და ეს ეკლესია უკვე თანამედროვე სტილში აშენებული, როგორც ხედავთ და ასეთი ეკლესიები ძალიან ხშირად შეიძლება ვნახოთ გერმანიაშიც. ერთი კედელი უნდა იყოს ყოველთვის შუშისგან გაკეთებული, რომ ჩანდეს ამ ესეთი ბუნება, აღნაირად იყოს ხედვა, რომ გარეთ რომ ადამიანი გაიხედოს და ნახოს ის ბუნება, რომელიც შექმნა ჩვენმა ღმერთმა. ნოე ტიფლისისაგან განსხვავებით გაცილებით მკაფიოდაა შემორჩენილი თბილისში გერმანელთა მეორე სოფლის, ალექსანდერსდორფის კვალი. ეს სოფელი დიდუბეში, დღევანდელი სამტრედიის, წყალტუბოსა და აგლაძის ქუჩების ტერიტორიაზე იყო გაშენებული. სოფელს სახელი რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე პირველის პატივსაცემად უწოდეს. დაკვირვებული თვალი დიდუბის ამ ქუჩებზე იოლად შენიშნავს ერთსართულიან სახლებს, რომლებიც საბჭოთა და თანამედროვე განაშენიანებისგან აშკარად გამოირჩევიან. კიდევ უფრო თუ დააკვირდებით მიხვდებით, რომ ისინი მე-19 საუკუნის დასაწყისში გადმოსახლებული გერმანელი კოლონისტების საცხოვრებელი შენობებია. აქ გერმანელები აღარ ცხოვრობენ, მაგრამ ამ ტერიტორიაზე ხშირად შენიშნავთ ყოფილი კოლონისტების შთამომავლებს, რომლებიც წინაპართა ნასახლარებს და ნაკვალევს ეძებენ. ერთ-ერთი მათგანია ოლესია დიმიტრიჩენკო, რომლის გერმანელი ბებიაც ალექსანდერდორფში დაიბადა, გაიზარდა და ყაზახეთში გადასახლებას ქმრის გვარის გამო გადაურჩა. ოლესია, თქვენი ბებია და ცხოვრობდა აქ, დაიბადა და ცხოვრობდა დიდუბეში, სამტრედიის ქუჩაზე, ოღონდ მაშინ ეს იყო გერმანელების სოფელი ალექსანდერდორფი, ასე ხო? კი, წლების განმავლობაში ბებიის პაპა იყო ერთ-ერთი იმ გერმანელთა, ვინც ჩამოვიდა აქ და დაარსა, ესე ვთქვათ, ეს კოლონია. რა გვარი იყო ბებია? ვაშერ ელიზავეტ გოტფრიდის ასული. ანუ იყვნენ ვიუტენბერგელი გერმანელები, ხო? კი, ვიუტენბერგიდან რამოდენიმე ოჯახი ჩამოვიდა, აქ დასახლდნენ. ბევრნი არ იყვნენ და ნელ-ნელა ეს ტერიტორია აითვისეს, ესე ვთქვათ რა. სოფელი ალექსანდერდორფი. სოფელი ალექსანდერდორფი თავიდანვე რამოდენიმე ჯერ შენც ცნობილია, რომ გადაკეთდა სოფელი სახელი იყო ალექსანდერდორფი, მერე რუსული ალექსეევსკაიე. და მერე ლიპკნეხსდორფიც რაღაც პერიოდში იყო კი. შემდეგ ლიპკნეხსდორფი კი დაარქვეს და ამით ხარკი გაიღეს საბჭოთა ხელისუფლებისადმი, მაგრამ ამან არ უშველა და 40-იან წლებში ომის დაწყების წინ, მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინ სტალინმა ყველა გაასახლა ყველა გერმანია. როგორ გადარჩა, რამდენად მე ვიცი, ბებია თქვენ გადარჩა ამ რეპრესიას. გადარჩენილი იყო, იმიტომ რომ გათხოვილი იყო უკრაინელზე და რადგან გვარი ქონდა უკრაინული აღებული უკვე არ იყო ვაშერ ელიზავეტი და იყო დიმიტრიჩენკო, მხოლოდ მაგიტომ, მაგ მიზნით გადარჩა რეპრესიებს და ცხოვრობდა საქართველოში. მაგრამ დანარჩენები ვერ გადარჩა. დანარჩენები ვერ, ყველა მაგის ოჯახის წევრი აბსოლუტურად ყველა იყო გადასახლებული. დები, ძმები, აი ეს ძმა ყავდა პრინციპში ყველა იყო ყაზახეთში გადასახლებული. და ამ ხალხს ჩამოართვეს, გაასახლეს და ჩამოართვეს თლიანად ეს. ყველაფერი ჩამორთმეული იყო, აბსოლუტურად აქ არაფერი არავის აღარ დარჩა. უკვე მე ჩამოასახლეს მთიანი რეგიონებიდან ქართველები და სახლები პრაქტიკულად ყველაფერი იყო დატოვებინეს ყველაფერი. 24 საათი მისცეს. ეხა ბებიის მოყოლიდან მე რაც მახსოვს, არავის არაფრის წაღების უფლება არ ქონდა იმ პერიოდში. ჩაბარგებისთვის არც არაფერი, ვისაც აი რაც ეცვათ ტანზე და რაც ქონათ ხელში, ანუ ვიცი რომ ბავშვებსაც რაღაც ისეთ პატარა კალიასკები და ნივთებიც არ წააღებინეს. ვერ წაიღეს და დატოვეს ყველაფერი აქ. სათამაშოებთან და საყოფაცხოვრებო ნივთებთან ერთად ალექსანდერსდორფელმა გერმანელებმა დიდუბელებს და მთლიანად თბილის უზარმაზარი რეკრეაციული სივრცეც დაუტოვეს. დიდუბის გამოფენის, ანუ ექსპო ჯორჯიას, დღევანდელი ექსპო ჯორჯიას ტერიტორიაზე მე-19 საუკუნეში სოფელ ალექსანდერსდორფის მოსახლე გერმანელ კოლონისტებს ვენახები და ბაღები ჰქონდათ გაშენებული. მთელი თბილისი მე-19 საუკუნეში მარაგდებოდა აქ მოყვანილი მწვანილით და ბოსტნეულით. მათ შორის პირველად სწორედ აქ მოიყვანეს კარტოფილი კოლონისტებმა
და გაასინჯეს ჯერ თბილისს, შემდეგ კი საქართველოს მოსახლეობას. დიდუბეში ყოფილი ალექსანდერსდორფის ტერიტორიაზე თვალშისაცემი და დასანანი მხოლოდ ისაა, რომ გამალებულ ახალ მშენებლობებს ძველი გერმანული სახლები ეწირება. კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის წევრთა სურვილი და ოცნებაა ეს სახლები გადაარჩინონ და დიდუბის გერმანული ისტორიული სოფლის იერსახე შეძლების დაგვარად შეინარჩუნონ. თბილისის სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ორი უბანი ან ორი სფერო, ეს არის ამაშენებლის, როგორც ადრე ეთქვიათ, ნოი თიფლისი, ახალი თიფლისი და დიდუბეში სამტრედის და წყალტუბოს ქუჩაზე ეგრეთ წოდებული სოფელი ალექსანდრდორფი. ეს არის ორი მთავარი ადგილი, რომელიც შენარჩუნებული არის უფრო მეტად დიდუბეს რაიონში, იმიტომ რომ იქ იყო ჩაწერილი 30 შენობა, რომელიც კიდევ გადაჭრა. წელს უკვე ჯერ არ იყო მინიჭებული ეს სტატუსი, ძეგლის სტატუსი და ამიტომ დამჭა მათო 24 შენობა, იმიტომ იქ დაიწყო ახლა დეველოპერული აქტიურობა. ამაზეც შეხვედრა ჰქონდათ მერთან, ნარმანიასთან და მოვიტყოვეთ ესაც დაფების აშენა ამ მემკვიდრეობის, რომ მაინც ყველამ გაიგოს, რომ აქ იყო 100 წლის წინ გერმანული სოფელი, რომელიც მიხედავდა ქალაქის სურსასით მომარაგება. თბილისისაგან განსხვავებით გერმანული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისათვის გაცილებით ეფექტური ნაბიჯები იდგმება საქართველოში გერმანელთა ყველაზე დიდ დასახლებაში, ყოფილ კატერინენფელდში, ანუ დღევანდელ ბოლნისში. აქაც ვიუტენბერგელი გერმანელები 200 წლის წინ ჩამოსახლდნენ. ხალბატონ ანა 1818 წელს ჩამოსახლდნენ გერმანელები ბოლნისში. რატომ არჩიეს ეს ადგილი და რა ხდებოდა მათ ჩამოსახლებამდე ბოლნისის ტერიტორიაზე? გერმანელების ჩამოსახლებამდე ბოლნისი იყო დღე, გაუვალი დღე, სადაც დათვებიც კი შეხვდებოდნენ. რატომ ჩამოვიდნენ გერმანელები ამიერკავკასიაში? პირველი, ეს იყო მათი ნიადაგი ვიუტენბერგში, სამხრეთ გერმანიაში. მოსავლიანი. რატომ 1817-16 წლები ეს არის ბრძოლები, ბრძოლებისაგან აუხრებულია ნიადაგი არ იძლევა მოსავალს, ეს პირველი. მეორე, განთავისუფლებდნენ აქ ჩამოსულები ყოველგვარი გადასახადისაგან, ჯარისაგან. მესამე იყო რელიგიური ხაზიც. ანუ მათთვის აქმული იყო ამიერკავკასია უფრო ყველაზე ახლო გზად იერუსალიმთან. დაარქვეს მათ კატერინენფელდი. შემდეგ რამდენჯერმე შეეცვალა სახელის რომ მოგვიხავათ. რატომ დაარქვეს ეს სახელი, რატომ იცვლებოდა? კატერინენფელდის მატარებელი იყო ბოლნისი 1818 წლიდან 1921 წლამდე. ანუ ეს გამოდის დაახლოებით საუკუნე და 2 ათეული წელი. ზუსტად კი 123 წელი. თავიანთი დედოფლის კატერინა პირველის პატივსაცემად დაერქვა მათ საცხოვრებელ. ვიუტენბერგის დედოფლის, ხო? დიახ, ვიუტენბერგის. შემდეგ დაერქვა ლუქსემბურგი. ლუქსემბურგი ეს არის 1921 წლიდან 1953 წელი და ბოლოს კი უკვე 1953 წლიდან ბოლნისმა თავისი სახელი დაიბრუნა. სულ ახლახანს საქართველოს ძეგთა დაცვის სააგენტოსა და საქართველოში გერმანიის საელჩოს ძალისხმევით ბოლნისში არსებულ 14 შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ბოლნისში გამაოგნებელი ღვინის სარდაფებია. ყველა გერმანულ ოჯახს სახლის ქვეშ ესეთი სარდაფები ჰქონდათ მოწყობილი. ჩვენ ახლა ერთ-ერთ მათგანში ვიმყოფებით. აქ ყველაფერი ავთენტური სახით, პირველადი სახით არის შემორჩენილი, მათ შორის ეს ხის კასრებიც, რომელთა წაღებაც გადასახლებაში გერმანელებმა რა თქმა უნდა ვერ მოახერხეს.
ღვინის სარდაფების გარდა გერმანელთა სახლებში ყველაფერი სადა, მარტივი და პრაქტიკულია. ყველაფერში ჩანს ყოფილ მესაკუთრეთა შრომის მოყვარეობა და სამეურნეო ხასიათი. ჩვენ ვართ ხვენში, ერთ-ერთი ყოფილი გერმანელის სახლის ხვენში. რა ხდებოდა ამ ხვენში? რაღაც საინტერესო პროცესები იყო ხოლმე. მაქსიმალურად იყო ყველაფერი გათვალისწინებული და გამოყენებული. ამ ხვენის ქვემოთ ძალიან ლამაზი ბუხარი. დგას საიდანაც ამოდიოდა კვამლი და აქ ბოლავდნენ ლორს. აქ იყო ჩამოკიდებული. ჩამოკიდებული დიახ და ეს კვამლი რომ ამოდიოდა ბოლი, იბოლებოდა ეს ლორი. სხვათა შორის ბოლნიში განსაკუთრებული ტექნოლოგიით ამზადებდნენ ამ ლორს. დღესაც შენარჩუნებულია ბოლნისელებში ეს ტექნოლოგია. ჯერ ძირში იდებოდა დიდი ბარკლები ღორის, მერე პატარა და ასე შემდეგ და სულ თავზე იდებოდა ყისერი, რაც უფრო სწრაფად ფუჭდებადია და პირველ რიგში შეეძლოთ ის მოეხარშათ და ამ დასერილში მარილს ძალიან ბევრ მარილს ფსკერზე ყრიდნენ, მერე თვითონ ბარკლებში მარილი, წიწაკა, დაფნა, ნიორი. და მერე წყალში დებდნენ ამ ყველაფერს. იდებოდა, დიახ. და 40 დღე ინახებოდა წყალში და მხოლოდ შემდეგ ამოიღებდნენ და ხდებოდა შებოლვა. აქ რამდენი ლორი ექნებოდათ ახლა გერმანელებს? დიახ, ხო ხედავთ როგორ არის. ნამუშევარი სივრცე არის და აქ ჰქონდათ მარცვლეულის შესანახი ასევე. დიახ, მარცვლეულს ინახავდნენ. ანუ ყველაფერი ჰქონდათ მაქსიმალურად გამოყენებული. დიახ, მაქსიმალურად გამოყენებული და ძალიან მშრომელი ხალხი იყო და აი ყველაფერი ჰქონდათ თავისი. ყველაფერი. და გასახლების დროს ყველაფერი დარჩა ესე? ხო, აი სამწუხაროდ ისეთ დროს მოხდა ეს, რომ ყველაფერი სარდაფების ავსე ჰქონდათ, აღებული ჰქონდათ მარცვლეულიც, ყურძენი დაწურული, ყველაფერი ავსე ჰქონდათ. დღევანდელ ბოლნიში გერმანელები უმთავრესად დასათვალიერებლად ან ერთობლივი კულტურული ღონისძიებების მოსაწყობად ჩამოდიან. ერთ-ერთ ასეთ კონცერტს გერმანელ ქალთა კაპელას მონაწილეობით ჩვენი გადამღები ჯგუფით შეესწრო. არც თბილისში, არც ბოლნიში და არც შემოგარენში ძველი გერმანული ეკლესიები აღარ შემორჩა, ყველა დაანგრიეს. ერთადერთი გამონაკლისია სოფელი ასურეთი, სადაც დღემდე დგას ძველი გერმანული კირხე. მართალია 30-იან წლებში კომუნისტებმა ამ კირხეს ჯვარი მოაძრეს და ვარსკვლავი დაუყენეს, შემდეგ გუმბათი მოანგრიეს. მთლიანად ეკლესია სოფლის კლუბად გადააკეთეს, მაგრამ ის მეტნაკლების სახით მაინც შემორჩა. და კარგი ამბავი ის არის, რომ ამ წუთებშიც მიმდინარეობს სოფელ ასურეთის რეაბილიტაცია, მასშტაბური სამუშაოები და დღე-დღეზე უნდა დაიწყოს ასევე ასურეთის ყოფილი ელიზაბეტალის კირხეს სარესტავრაციო სამუშაოები. შეხვედრა მხატვარ გივითოიცესთან. საერთოდ თბილისი სხვანაირი ქალაქი იყო რა. კოლორიტული ქალაქი იყო, კოლორიტული. ყველგან მეგობრები ხარდა ჩვენ. სამი სკოლა მაქვს გამოცვლილი. ყველანაირად მადლობელი ვარ ჩემი გვარის, ჩემი წინაპრებს. შაბათს 22 საათზე. მოსე თოიძე ბაბუა ყავდეს. ირაკლი თოიძე ბიძა ყავდეს. გოგი თოიძე მეორე ბიძა ყავდეს. და ამ დროს შენ იმათი გავლენის ქვეშ არ მოხდე. გივი გამორჩეული თავისი ვიზუალით შესანიშნავად გამოიყურებოდა, ძალიან ლამაზი ბიჭი იყო. ძალიან ძვირფასი ხარ ჩვენთვის ყველასთვის, ვინც აქ ბრძანდებით. შაბათს 22 საათზე იბერიას ეთერში.
ქიმია შეისწავლის ცვლილებას. დაფიქრდით ამაზე. ძიმე დანაშაული. იბერიაზე. მართალია გერმანელები ლუდის ხარშვის ოსტატები იყვნენ, მაგრამ საქართველოში ჩამოსახლების შემდეგ ძალიან მალე ისინი ჩინებული მეღვინეებიც გახდნენ. ეს ღვინის ქარხანა აშენებულია მე-19 საუკუნეში გერმანელების მიერ მდებარეობს სოფელ ასურეთიდან 10-ოდე კილომეტრში მდინარე ალგეთის პირას. აქ აყენებდნენ შესანიშნავ ღვინოს, რომელსაც შალა ეწოდებოდა. ათეულობით ტონა შალა გაქონდათ გერმანელებს როგორც თბილისში, ასევე რუსეთის იმპერიის სხვა ქალაქებშიც. ამ ისტორიულ ღვინის ქარხანაში როდის აღდგება? ან აღდგება თუ არა საერთოდ ქართულ-გერმანული ღვინის შალას წარმოება რთული სათქმელია. ამ ღვინის დაგემოვნება სურვილად დავიტოვოთ. მანამდე კი დავბრუნდეთ თბილისში და გერმანელებთან დაკავშირებული კიდევ რამდენიმე საინტერესო ფაქტი გავიხსენოთ. მაგალითად ის, რომ სანაპიროზე ლუდის ქარხანა გერმანელი მეწარმის იაკობ ვეცელის აშენებულია და თავდაპირველად აქ ვეცელის ცივი ლუდი ისხმებოდა. ეს ქარხანა ამ ოჯახს გასაბჭოების შემდეგ ჩამოართვეს. დღეს ვეცელთა წარმატებული საოჯახო ბიზნესის ერთადერთი დასტური ლუდის საფირმო კათხაა, რომელიც თბილისის ისტორიის მუზეუმში ინახება. უკეთეს შენახვასა და მოვლას ითხოვს ვეცელის კუთვნილი ყოფილი სასტუმროც. აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ეს შენობა ერთ დროს თბილისის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ძვირადღირებული სასტუმრო იყო. მე-19 საუკუნის თბილისში ფარმაცევტული ბიზნესის მონოპოლისტები იყვნენ გერმანელები. ყველა ცნობილი აფთიაქი ეკუთვნოდათ გერმანელ კოლონისტებს. მართალია ქალაქის ისტორიას თავი ყველაზე მეტად ევგენი ზემელმა დაამახსოვრა, მაგრამ მასზე ცნობილი აფთიაქი ოტენის საკუთრება იყო, გერმანელი ოტენის. ეს აფთიაქი სოლაკში, ლეონიძის ქუჩაზე მდებარეობდა და ის დღესაც ფუნქციონირებს. მართალია ეს აფთიაქი ოტენების ოჯახს თითქმის 100 წელია აღარ ეკუთვნის, მაგრამ ინტერიერი თითქმის პირვანდელი სახითაა შემორჩენილი. სახელოვანი ფარმაცევტის ფერდინანდ ოტენის შვილთაშვილი მარია ოტენი თბილისში ცხოვრობს. მისი ბაბუა ერთადერთი იყო ოტენების დიდი ოჯახიდან, რომელსაც მცირეწლოვნობის გამო არც რეპრესიები და არც გადასახლება არ შეეხო. დიდი ბაბუა რო ჩამოვიდა საქართველოში, ის მოულოდნელად იყო, შემთხვევით გავლით აღმოჩნდა აქ და გადაწყვიტა აქ დარჩენა. მანამდე სწავლობდა ტარტუს უნივერსიტეტში, ჰქონდა ფარმაციის მაგისტრის წოდება და რო ჩამოვიდა საქართველოში, აღმოაჩინა, რომ აქ არის ყამირი ეგრეთ წოდებული, როგორც ახლა ამბობენ, ბიზნესის განვითარებისთვის მშვენიერი პირობები. ძალიან დიდი სახლი იყო, ახლაც არის რუსული პესებრის სახლი, მესამე სართულზე მთლიანად ცხოვრობდა ოჯახი, მეორე სართულის ნაწილიც ოჯახს ეკავა, ნაწილს აქირავებდა, მთლიანად მთელი პირველი სართული
აფთიაქს ჰქონდა დაკავებული. ეხლაც არსებობს, ეხლაც მუშაობს აფთიაკი, მაგრამ ფასადის ნაწილში მხოლოდ ნახევარი დარჩა აფთიაკისგან. ადრე მთელი ფასადის მხარე ეკავა აფთიაქს, იყო სავაჭრო დარბაზი, რეცეპტის მისაღები, განყოფილება და დანარჩენ ნაწილში იყო ლაბორატორიები, ყველა წამალი მზადდებოდა იქ. იყიდებოდა მზა მხოლოდ ხელსაწყოები და სხვადასხვა ნივთები საფთიაქო, როგორც ინსტრუმენტები, თერმომეტრები და ასე შემდეგ. დანარჩენი ყველა წამალი მზადდებოდა იქ, ან ექიმის რეცეპტის შესაბამის მიხედვით, ან თვითონ ფერდინანდ ოტენს ჰქონდა ამის შესაბამისი განათლება და გამოცდილება. ბუნდოვნად მახსოვს, სულ პატარა ვიყავი, როცა გაარემონტეს და შეღებეს მთლიანად ეს კედლები, სულ მოხატული იყო სამკურნალო მცენარეებით, ლათინური წარწერებით, ვინიეტკები ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ ავეჯი შენარჩუნებულია თითქმის ყველაფერი, პატარა გამონაკლისით. აფთიაქს ჰქონდა ორდონიანი სარდაფი, პირველ დონეზე, როგორც საწყობი ისე იყო, მინუს მეორეზე იყო ყინულები. ხელოვნური ყინულში ინახებოდა რაღაცა ნივთიერებები, რაღაცა საშუალებები. და გარდა ამისა, კიდე სახლს ჰქონდა ძალიან დიდი სხვენი, მაღალი, კარგად მოპირკეთებული ხის იატაკი, რომელიც ომის დროს დაშალეს და გაყიდეს და იქ მზადდებოდა სამკურნალო მცენარეები. სახლი წაართვეს ბაბუაჩემს, სადღაც უფრო სწორად ჩემ დიდ ბაბუას 30 წელს თუ არ ვცდები, ან 20-იანი წლების ბოლოს, იმიტომ რომ პირველ რიგში ნაციონალიზაციაში მოხდა აფთიაკი, რა თქმა უნდა. სახლი წაართვეს ცოტა მოგვიანებით, ვინც იყო ეგ დარჩენილი ოჯახის წევრები, თითო ოთახი დაუტოვეს, იმიტომ რომ ზოგს უკვე ოჯახი ყავდა და ჩემ დიდი ბაბუა თავის სიცოცხლე დაამთავრა მოსამსახურის ოთახში, ეს ვიცი. და 1930 წელს გარდაიცვალა. ფერდინანდ ოტენის მსგავსად თბილისში საკუთარი საქმის განვითარების მიზნით იყვნენ ჩამოსულები მსოფლიოში სახელოვანი ბიზნეს ოჯახის წარმომადგენლები, ძმები სიმენსები. მათი კომპანია 1860-იან წლებში მსოფლიო მასშტაბის საკომუნიკაციო პროექტს ახორციელებდა. მათ ლონდონიდან საქართველოს გავლით ინდოეთამდე სატელეგრაფო ხაზი გაჰყავდათ და სწორედ ამიტომ ცხოვრობდნენ თბილისში. სიმენსებისგან ორი ძმა, ვალტერი და ოტო თბილისში გარდაიცვალნენ. ერთი ძმა ცხენისეირნობისას დაიღუპა, ხოლო მეორე ქოლერა შეეწირა. თბილისელ გერმანელებს შორის არაერთი ნიჭიერი არქიტექტორი იყო. მათ ქალაქში უამრავი გამორჩეული ნაგებობა ააშენეს. საზოგადოებრივი შენობებისა და საცხოვრებელი სახლების გარდა ისინი ქართულ ეკლესიებსაც აშენებდნენ. მაგალითად, ქაშუეთის ტაძარი 1912 წელს დავით სარაჯიშვილის დაკვეთითა და თხოვნით გერმანელმა არქიტექტორმა ლეოპოლდ ბილფელდმა ააშენა. ლეოპოლდ ბილფელდის გარდა თბილისში მოღვაწეობდნენ და თბილისს აშენებდნენ სხვა გერმანელი არქიტექტორებიც: შტერნი, ზალცმანი, სიმონსონი, დიცმანი, ცარი და სხვები. თავისთავად ეს გვარები არაფერს გვეუბნება, მაგრამ ამ არქიტექტორთა აგებული შენობები ყველამ ვიცით და ისინი დიდწილად ქმნიან თბილისის გამორჩეულ იერსახეს. 2017 წელს შესრულდება ზუსტად 200 წელი ვიუტენბერგიდან საქართველოში გერმანელი კოლონისტების გადმოსახლებიდან და ამ თარიღთან დაკავშირებით უამრავი საზეიმო ღონისძიებაა დაგეგმილი. გერმანელებისგან განსხვავებით არავინ არ აპირებს ზარზე იმით გაიხსენოს ის ადამიანები, რომელთა შესახებაც ჩვენ ვაპირებთ მომდევნო გადაცემაში გესაუბროთ. ვინ იყო მედიკო მებურიშვილი, ულამაზესი თბილისელი გოგონა, რომლის შესახებაც 60-იანი წლების თბილისში ჩურჩულით და ახტაცებით საუბრობდნენ. ან როგორ ვითარებაში დაიღუპა რეალურად ცნობილი ტერორისტი კამო, რომლის შესახებაც ამდენი მithkma-მოთქმაა გავრცელებული. რამოდენიმე ბურუსით მოცული კრიმინალური ისტორია გადაცემაში ქალაქიდან ქალაქამდე მომდევნო შაბათს. გელვე წარმოგიდგენთ საუკეთესო ხარისხის საკონდიტრო ნაწარმსა და ტრადიციულ დესერტებს. გელვეს პროდუქცია გამოირჩევა განსაკუთრებული გემოთი და ყოველთვის იწვევს ღიმილს მათ სახეზე, ვინც ძალიან გვიყვარს. გელვე აუცილებელია ყველა დიასახლისის სამზარეულოში. დამზადებულია პოლონეთში. გადაგღალა ყოველდღიურმა ერთფეროვნებამ.
მოიწყვე განტვირთვის 5 წუთი დომინოს ყავასთან ერთად. ცხელი შოკოლადი პრალინე, კაპუჩინო ვანილით, კაპუჩინო უშაქროდ. 5 განსხვავებული, განუმეორებელი გემო თქვენს დღეს უფრო ენერგიულს და პოზიტიურს გახდის. როცა გიტევს დაღლილობა, გრძნობ რომ ძალა გეცლება. დააგემოვნე ახალი ენერგეტიკული სასმელი ბუსტი. ბუსტი დაგეხმარება ყველაფერს ახლებურად შეხედო. დაიწყე დღე თავიდან. შეხვედრა მხატვარ ივითოიცესთან. საერთოდ თბილისი სხვანაირი ქალაქი იყო რა. კოლორიტული ქალაქი იყო, კოლორიტული. ყველგან მეგობრები ხარდა ჩვენ. სამი სკოლა მაქვს გამოცვლილი. ყველანაირად მადლობელი ვარ ჩემი გვარის, ჩემი წინაპრებს. შაბათს 22 საათზე. მოსე თოიძე ბაბუა ყავდეს. ირაკლი თოიძე ბიძა ყავდეს. გოგი თოიძე მეორე ბიძა ყავდეს. და ამ დროს შენ იმათი გავლენის ქვეშ არ მოხდე. გივი გამორჩეული თავისი ვიზუალით შესანიშნავად გამოიყურებოდა, ძალიან ლამაზი ბიჭი იყო. ძალიან ძვირფასი ხარ ჩვენთვის ყველასთვის, ვინც აქ ბრძანდებით. შაბათს 22 საათზე იბერიას ეთერში. ქიმია შეისწავლის ცვლილებას. დაფიქრდით ამაზე. ძიმე დანაშაული იბერიაზე. დღეს ჩვენი გადაცემის თემა სხვის ომებში მონაწილეობა. თავსი მართლებდნენ ქართველები, თავარ იყო გამარჯვებისთვის მიგვექცია. დიპლომატიის გარეშე მარტო შიშველი მახოედით, რა თქმა უნდა, მას ვერ გააკეთა. ორშაბათს ნატო საქართველოს ხო ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი თემა. ყველაზე რთული აღმოჩნდა ეს ნაბიჯი. 22 საათსა და 20 წუთზე. ტრაგედია იყო საქართველოსთვის, იმიტომ რომ დიდი ძალა დაიკარგა. პრეზიდენტ შევარდნაძე ძალიან გაუჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება. ბევრი გონივრული რამ ითქმის. ორშაბათს 22 საათსა და 20 წუთზე იბერიაზე. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. გაგაცნობთ ინფორმაციას კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ კანონის შესაბამისად საღამოს 8 საათზე 4-ვე საარჩევნო უბანი დაიხურა დროულად. მარნეულის მუნიციპალიტეტის ნომერ 42-ვე საარჩევნო უბანზე 20 საათის მდგომარეობით გამოცხადდა 766 ამომრჩეველი წინასწარი მონაცემებით. რაც საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული ამომრჩევლების 53.3%-ია. ხოლო ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სამივე საარჩევნო უბანზე საერთო ჯამში გამოცხადდა 1468 ამომრჩეველი წინასწარი მონაცემებით, რაც სამივე უბანზე რეგისტრირებული ამომრჩევლების 51.6%-ია. შეგახსენებთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნებზე მოსული ამომრჩევლების სტატისტიკას ახორციელებს გენდერულ ჭრილში. მარნეულის ნომერ 42-ვე საარჩევნო უბანზე გამოცხადებული ამომრჩევლებიდან 296 ქალი ამომრჩეველია, რაც პროცენტულად შეადგენს 38.6%-ს, ხოლო 470 მამაკაცია, რაც პროცენტულად შეადგენს 61.4%-ს. რაც შეეხება ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას და ოლქს, ზუგდიდში სამივე საარჩევნო უბანზე გამოცხადდა ჯამში 650 ქალი, რაც პროცენტულად არის 44.27%, ხოლო 818 არის მამაკაცი, რაც პროცენტულად არის 55.7%. არჩევნების დღე საარჩევნო უბნებზე ძირითადად ჩაიარა 7 გარემოში, ამომრჩევლებს ჰქონდათ შესაძლებლობა საკუთარი ნება გამოეხატათ და არჩევანი დაეფიქსირებინათ საარჩევნო უბნებზე. საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიები იწყებენ ხმის დათვლის პროცესს
პროცედურების განხორციელებას. იქიდან გამომდინარე, რომ მთელი დღის განმავლობაში 4-ვე საარჩევნო უბანზე და განსაკუთრებით მარნეულის ნომერ 52-ე საარჩევნო უბანზე იმყოფებოდნენ დიდი რაოდენობით უფლებამოსილი პირები, მათ შორის როგორც სხვადასხვა ორგანიზაციის დამკვირვებლები, ასევე საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლები, ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა ვთხოვოთ კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს საკუთარი საქმიანობების განხორციელებისას შექმნან ისეთი პირობები, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის თითოეულმა წევრმა შეძლოს ხმის დათვლის პროცესის კანონშესაბამისად წარმართვა. მას შემდეგ, რაც საუბნო საარჩევნო კომისიები დაასრულებენ ხმის დათვლის პროცედურებს, საუბნო შემაჯამებელ ოქმებს ცენტრალური საარჩევნო კომისია